თქვენ ამბობთ რომ 4 ოქტომბრის აქციას არ უკავშირდება ხაბეიშვილის დაჭერა. ეს უკავშირდება ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს პოლიტიკური რეპრესიების გზით. ამ ადამიანებს, პოლიტიკოსებს და სხვებსაც ხალხი როცა ეკითხებოდნენ, რატო აღარ გამოდიხართ ქუჩაში, ისინი პასუხობდნენ, რომ იცი რა, ჩვენ ბრძოლა გვინდა და თქვენ გვეპატიჟებით სასეირნო. რას ნიშნავს? რაღაცას ანუ ერთ ამოდით საბრძოლველად. ნუ ამას თავაზობენ რა. და გამოდით საბრძოლველად, ხვალ რატო არა მაშინ? არა, მე რა თქვენ ახლა იმეორებ. როდის რა მოხდება, ეს არ ვიცით. იცი რა, თქვენ გამოდით, მარშებით ვიაროთ და როდესმე რაღაცა მოხდება. ეს შეთავაზება. ადამიანები ვინც იცახია რომ მე ბრძოლა მინდა და შენ სერნობას თავაზობ, ხო? უნდა ჯერ საკუთარ თავსაც დაუსვან კითხვა. ანუ ძალა იმისთვის რომ რასაც ისინი ბრძოლას ეძახიან, სადა აქვთ, ვისა აქვთ და როგორ უნდა შევიძინოთ ეს ძალა? დასავლეთით სადამდე ამყოფებს ხო ამათ იზოლაციაში თუ არაფერი არ მოხდა შეიძლება და ბოლოს აგერ ლუკაშენკოსთან დაალაგდა ფაქტობრივად ტრამპი. თუ თქვენ მეკითხებით რომ არის თუ არა საფრთხე რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამ ხარისხის ურთიერთობას მიაღწიოს, ხო, რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხე არსებობს. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერში გადაცემა პოლიტქალაქი. 4 ოქტომბერს დაანონსებულ დიდ აქციას ოპოზიციურ სპექტრშიც ბევრი არასერიოზულად უყურებდა. თუმცა სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში უყურებენ ამ აქციას ძალიან სერიოზულად და მისი ორი ორგანიზატორი ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ოდელავა დააკავეს. მურთაზ ოდელავას გირაოთი უშვებენ. სამაგიეროდ პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ პატიმრობა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 4 ოქტომბრამდე ის ციხეში იქნება და მის გარეშე ჩაივლის 4 ოქტომბრის აქცია. ნიშნავს თუ არა ხაბეიშვილის დაკავება იმას, რომ ხელისუფლება სერიოზულად შეეშინდა ამ აქციის და ამ აქტის შემდეგ ხომ არ შეიცვალეს ამ აქციისადმი დამოკიდებულება იმ პარტიებმა, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროთ დღეს ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ვესტუმრეთ. მოგესალმებით ბატონო გიგა, მადლობა. გამარჯობა, მადლობა შესაძლებლობისთვის. დავიწყოთ ბოლოს განვითარებული მოვლენებით, აგერ ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს. თქვენი პარტია და დანარჩენი 8 პარტია, ასე ვთქვათ, ერთად გაერთიანება, თითქოს ამ 4 ოქტომბრის აქციას ცოტა არასერიოზულად უყურებდა, ხო, ამ დაანონსებას, რომ ერთ დღეში დავასრულებთ, ასე ვიზამთ მშვიდობიან დამხობას და რაღაც დისტანციას იჭერდით ამ პროცესებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უყურებს ამ ყველაფერს. და ნუ აგერ ლევან ხაბეიშვილი ხო რა ვიცი რა დავარქვა ამ ბრალდებას საინტერესო ბრალდებით ჭალებს ჩავსვამ და დააკავეს როგორ შეაფასეთ ამ ხო ჯერ პირველად ამბავში უკვე შევაფასეთ მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ არის გაგრძელება პოლიტიკური რეპრესიების თან უტიფარი ფორმით ამ შემთხვევაში გამორჩეული ფორმით რომ თვეების თუ თვენახევრის წინ გაკეთებული განცხადება თუ ყისიერ საფრთხე შეიცავდა დანაშაულის და ეხა ირეაგირეს და თავიდანვე თვითონ შინაარსაც მე ჩვენს რეაქციაში ხარს გავუსვით რომ ხა თანხის ოდენობაზე და თანხის ასპექტს თუ არ ჩავთვლით უერთდებით კიდევაც იმას რითაც დაიჭირეს რომ ნებისმიერ სამუდამცავი განცხადებას რომელიც ანტიკონსტიტუციურ კანონურ ბრძანებას არ შეასრულებს ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული ამა თუ იმ ლეგიტიმური ფორმით. თუ უფრო ნაკლებ თანხაში ესთავაზებდი? არა, თანხაში ამ გონია საერთოდ საქმე, ხო? არა, თანხის ნაწილში. არა, ხო, თანხას არ მივიჩნევ სერიოზულ განაცხადად. პირიქით მგონია, რომ როცა ეგეთ რაღაც იძახი ამ გზავნილს ასუსტებ. დამაჯერებლობას აკლებთ. მაგრამ ეს ბატონ ხაბეიშვილი თვლიდა, რომ ის არის დამაჯერებლობა. აქ მე მაგას კი არ უცხოს ვიძახი აბსურდულობას ამ ტიპის განცხადებაზე ადამიანის დაჭერს, მაგრამ ისედაც სამართლებრივ სივრცეში განსახილველიც არ არის მორიგი პოლიტიკური რეპრესია და კიდევ ერთი პოლიტპატიმარია, არის ძალის დემონსტრირებისთვის, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმის შიგნით კრიზისია და ძალის დემონსტრირებას მუდმივად საჭიროდ თვლის. ეხლა ხაბეიშვილმა უამრავი სხვა პოლიტიკური ფიგურა დაიჭირეს, ამიტომ თქვენი კითხვა მის დაკავშირება იმასთან, როგორ აღვიქვაო მე ამ დაჭერის გამო იმ გზავნილს რაც ბატონ ხაბეიშვილს ჰქონდა და აქ არ მგონია ზუსტი. ხელისუფლება ხო უფრო სერიოზულად არ უყურებს ვიდრე თქვენ მეტი. არა, ხელისუფლება სერიოზულ კრიზისშია, ამიტომ პოლიტიკური პროტესტის წინააღმდეგ საზოგადოების ძალის დემონსტრირებას უკანონო პოლიტიკური დაკავებით საჭიროდ თვლიდა ხაბეიშვილის დაჭერამდეც. ამიტომ თქვენი ლოგიკა რომ აი ეს რო დაიჭირეს, ამიტომ სხვანაირად რო შევხედოთ რაც პრობლემასაც დაუბრუნდები ერთ წამში, უკვე მცდარია. იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა პოლიტიკოსი დაიჭირეს. მათ შორის ისინის გამო. ამაზე ხო თანხმობ. და ისინის გამო დაიჭირეს. ისინი სხვა რაღაცის გამო. ყველანი ერთი რამის გამო დაიჭირეს რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ზოგადად. თუ გასაგებია მაშინ სხვა რამე. ხაბეიშვილის დაჭერა 4 ოქტომბერს არ უკავშირდება. ბატონ ლევან ლოგიკურ უკავშირდება ზოგად კრიზისს. ანუ თუ მხოლოდ ერთი თარიღის შიში აქვს ხელისუფლებას, შეიძლება დავასრულო, შეიძლება. და ამაში არის საქმე და იჭერენ, მაშინ გამოდის რომ არც ყოფილვართ ისეთ კრიზისში ქვეყანა რომ რეალური საფრთხე ქონდეს. არ შეიძლება 1, 2, 3, 4 ან თუნდაც ბევრი პოლიტიკოსის დაჭერა იყოს
გარდამტეხი მომენტი თუ ვართ უკვე იქ და მე წამს რომ მივდივართ მაგ მომენტისკენ, როცა დაჭერები ვეღარ უშველის რეჟიმს. ამას სჭირდება გაგრძელება პროტესტის. და ამიტომ არ მგონია რომ ეგ რამე არგუმენტია იმის საწინააღმდეგოდ რა დამოკიდებულებაც მე და არა მარტო ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ხებსაც გქონდა და ეხლა დაუბრუნდები მაგ საკითხს რას გულისხმობ ჩვენ დამოკიდებულებაში. მაგრამ ჯერ ეს მინდა რომ გავანეიტრალო რომ ბევრი პოლიტიკოსი დაიჭირეს, ამიტომ ლოგიკის აწყობა იმაზე რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსის გზავნილი რაც იყო, ის არის განსაკუთრებული პრობლემა, უკვე მცდარია. ანუ რეჟიმი პოლიტიკურ დევნას რო ახორციელებს, როდის ვის დაიჭერს, რა საბაბით, რა მოგონილი მიზეზით და რა დოზით, ერთი წუთი, მაგაზე თუ გინდათ ააწყოთ ლოგიკა, რომელთაც ოპონენტებმა და საზოგადოებამ იმოქმედოს, კატასტროფაში აღმოჩნდებით ლოგიკაში და საღი აზრის თვალსაზრისით. კარგით კი ბატონო, ეგრე. ხო შეიძლება უკვე რომ შევთანხმდეთ რომ ვერ შევთანხმდეთ. ეხლა დაუბრუნდეთ არსებით საკითხს. თქვენ ამბობთ რომ ეხლა დაუბრუნდეთ არსებით საკითხს. თქვენ ამბობთ რომ 4 ოქტომბრის აქციას არ უკავშირდება ხაბეშვილის დაჭერა. ეს უკავშირდება ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს პოლიტიკური რეპრესიების გზით. ანუ თქვენ გინდათ არა ყველაფერი ზუსტად მაგას გულისხმობ, რაც ეხლა თქვით რომ ყველაფერი, ყველა რეპრესია, რომელსაც ეს რეჟიმი მიმართავს, უკავშირდება ძალაუფლების შენარჩუნებას. მე ღრმად მრწამს, რომ ერთ თარიღზე ჩამოკიდება ბედის ისტორიის ამ მონაკვეთში არის მცდარი. და ამას ვერ შეცვლის ის, რომ ერთ-ერთი ფიგურა, სხვა ფიგურებიც არიან, ვინც ბევრია, ხო, ვინც იცავს, რომ აი ამ დღეს უნდა გადაწყდეს ყველა შემთხვევაში უახლეს ისტორიაში საქართველოს ბედი, არ არიან ჯერ დაჭირილები. და ისინი თუ არ დაიჭირეს, გამოვა რომ ლოგიკა ირღვევა? არა, რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა. ამიტომ ძალიან სახიფათოა რეპრესიული რეჟიმის მიერ გადადგმული ან არ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე დასკვნების გამოტანა. ეხლა რაც შეეხება თარიღს და დაუბრუნდები რა პოზიცია გქონდა და გვაქვს და ეს რა თქმა უნდა არ შეუძლია ლევან ხაბეშვილის დაჭერას ან არ დაჭერას ვერ შეცვლიდა ამას და ან ხვალ რომ კიდევ ვიღაც დაიჭირონ არც ეს არ შეცვლის ამას. ზოგადად მე მგონია რომ წამზომის ჩართვა საკუთარი თავისთვის შეცდომა არის, არა იმიტომ რომ მე თანახმოვარ 4 ოქტომბერზეც, 3-ზეც, 2-ზეც და მე 8 ნოემბერზეც თუ და როდესაც ჩვენ შევძლებთ იმ მასშტაბის პროტესტის შექმნას ჩვენ საზოგადოება ანუ პოლიტიკური ძალების ჩართვით, რომელსაც რეჟიმი ვეღარ გაუძლებს. და ნებისმიერი განაცხადი თან დიდი ხნით ადრე კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, თუ არ არსებობს იმ ხარისხის მომზადება მშვიდობიანი მასობრივი პროტესტისთვის სახეზე და ისეთი რწმენა სტრუქტურულად, რომელიმე პოლიტიკური ძალის ან საზოგადოების ძალის რო აი რაღაცა ზუსტად იცი რაღაცა, შეცდომად მგონია, იმიტომ რომ როგორც წესი, ამას შემდეგ რეჟიმი წარმატებით იყენებს ხოლმე იმედგაცრუებისთვის. ხო? ანუ ჩვენ ხო ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. შეგიძლიათ გადაავლოთ, თქვენ არქივი გექნებათ, ბევრი პოლიტიკოსის, მათ შორის პოლიტპატიმარ ლევან ხაბეშვილის მიერ სხვადასხვა საკითხებზე გაკეთებული განცხადებები თარიღებთან დაკავშირებით სხვა საკითხებზე იქნებოდა სააკაშვილის განთავისუფლება მაგალითად. თუ განცხადებები ესეთი რომ აი 4 დღეში დამთავრდება, ხო? ეხლა რიტორიკული კითხვა დავსვა, ამ ტიპის განაცხადებმა, ამ მოლოდინის შექმნამ და მე ვერ შესრულებამ გაუწია თუ არა სამსახური რეჟიმს, რომ იმედგაცრუება დაეთესა საზოგადოებაში. ჩემი აზრით კი. მე არ არის შეთქმულების თეორია, რა მაგ არასოდეს ჩვენ ფედერალისტები ესეთ ბრალდებებს არ უსვით ხოლმე, რაც ზოგჯერ გესმის ხოლმე ესეთ დროს რაღაცა. არა, ადამიანებს გულწრფელად აქვთ ხოლმე ზოგჯერ სასოწარკვეთიდან გამომდინარე, რაც ცუდია და რაც არ უნდა გქონდეს. ზოგჯერ შეიძლება გულწრფელი ამის გარეშე რაღაც წმენა აქვთ, რომ აი ესე ხდება ამბავი, რომ რაღაცას იტყვი თარიღს და თარიღის შექმნის ფაქტორებს, გარემოებებს. როგორც წესი, უახლესი ისტორია და ზოგადად ისტორიაც გვაჩვენებს, რომ ასე არ არის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და დღეს ეს გადაცემა გავა დღეს ეთერში საღამოთი, ხო? ხვალ გავა. ნუ მაშინ უკვე გუშინ იქნება, ხო? კიდე ერთი აქცია დღეს მსვლელობა უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ, შემდეგ კიდე ერთი აქცია იქნება ჩანიშნული, ჩვენ ვფიქრობთ 27 აგვისტოს უნდა აღნიშნოთ სოხუმის დაცემის და მერე იქნება 4 ოქტომბერიც, ხო? როდესაც ჩვენ მე ვთქვი ყოველდღე დავდივართ თითქმის რუსთაველზე და ამ დღესაც იქნება აქცია და როდესაც ეს აქციები და მასშტაბი ამ აქციების არა მარტო რუსთაველზე, არამედ დედაქალაქში მთლიანად და ქვეყანაში სხვადასხვა დოზით მიაღწევს სიმხარეს, რომ რეჟიმი ეს რეპრესიული აპარატი ვეღარ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს რეჟიმი დამარცხდება, შეეგუება ძალაუფლების დათმობას, ეს არის ამოცანა საზოგადოების და 4 ოქტომბერი, წუთით, რომელიც ემთხვევა ამ ფარს, ხო, თვითმმართველობის არჩევნებს, ამიტომაც იყო ჩემთვის პრობლემური თარიღი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ირიბად იყო გზავნილი, რომ თითქოს აი ამ დღეს არჩევნებთან დაკავშირებით წყდება ამბავი. რაც ცდარია, პირიქით, არჩევნებზე რაც ნაკლები მოქალაქე მივა, მით უფრო დაჩქარდება ამ რეჟიმის კიდევ უფრო დელეგიტიმაცია და ეგ ერთ-ერთი, არა ერთადერთი, ერთ-ერთი ფაქტორი იქნება,
საერთო ჯამში მისი პოლიტიკური და მორალური იზოლაციის გაღრმავების, რაც აუცილებელი არის მის დასამარცხებლად. ხო, მაგრამ ნახეთ, აი 4 ოქტომბრის თემა რამ გააჩინა თავისთავად, იმიტომ რასაც თქვენ ამბობთ, რა როცა იმ ხარეს მიაწევს პროტესტებს იყო ყველაზე პიკში, ხო, დეკემბერი, იანვარში, ისეთი იმდენი ხალხი გამოდიოდა მანამდე გაზაფხულზე, მაგრამ ამან ვერაფერი ვერ ხო და თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენი პოზიცია, გავიგერათ სიზახით, ანუ რაოდენობაში და მიაღწიოს ამ მარშებმა, რო ხელისუფლების თუ მაინდა-მაინც მაგალითის მოყვანა გვინდა ახალი ისტორიიდან, ჩვენ გვისაუბრებთ მოგონი ადრე ამ თემაზე, რომ ერთი ან რამოდენიმე დიდი აქცია რო ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად ისეთის როგორც ჩვენ ყავს არ არის საკმარისი ეს ჩვენც ვიცით უკვე ამ გამოცდილებით წარსული გამოცდილებით და ბევრ სხვა ქვეყანაშიც როდესაც პროტესტი ისეთი ფართო ხდება აი რაც მოხდა ჩვენ მეზობელ სომხეთში ხო როდესაც უბრალოდ დიდი აქცია კი არ იყო ცენტრალურ მოედანზე დედაქალაქში ან თუნდაც რამოდენიმე ქალაქში ან ერთ ქალაქში არამედ ყველა თემში ყველა უბანში მორალური იზოლაცია ხელისუფლების და ადგილზე არსებული საპროტესტო მუხტი ისეთი იყო თან დაცენტრალიზებული, რომ უკვე შეუძლებელი იყო ამის კონტროლი. და ამას მერე მოყვება ეროზია თვითონ რეჟიმის შიგნითაც, პარალელურად ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი ამოცანა, ხო? ანუ ეს რატო ვერ ხდება ახლა? მე იმედი მაქვს, ჯერ ერთი მე მწამს რომ მოხდება, ოღონდ გჭირდება ნების ყოფა და სიმტკიცე და სწორედ ამაშია ჩვენი განსხვავება, რომ როდესაც ეს ჯერ არ ხდება, უბრალოდ თქმა რომ რაღაც თარიღზე მოხდება, არ არის საკმარისი ფაქტორი, ამის გამო არ იქნება გარემოებები, ხოლოდ. ხო, შეიძლება, ანუ ისევ ისტორიას თუ გადავხედოთ, ხო, რაღაც გზის კვლევი არის, ხო, საკუთარი და სხვისი გამოცდილება. ხო, რა თქმა უნდა, როდესაც უკვე ზღვარზეა ვითარება, ანუ ისეთი ვითარება არის მაგალითად ისევ რაც მოვიყვანე, თქვა ვარდების რევოლუციის დროსაც იყო, ხო, ისევ პარალელს არ ვატარებ, ბევრი განსხვავებაა. მაგრამ ჩვენ მეზობელ სომხეთში უფრო ახლოს ისტორიაში რამდენიმე წლის წინ. როდესაც აი პიკურ მომენტში ხარ, შეიძლება თქვა რომ აი ხვალ ან ზეგ არის დღე, როდესაც ჩვენ მშვიდობიანი ფორმით მასობრივად მოვახდენთ პარალიზებას, დავასრულო პარალიზებას სახელმწიფო სტრუქტურების და ეს დღე იქნება ბოლო დღე. ოღონდ მანამ სანამ არ მივსულ ვართ ამ ზღვრამდე, უბრალოდ თარიღის ჩამოკიდება არ არის ის რაც ქმნის გარემოებებს. ეს რომ აქეთ კი არ მიდის პირიქით მინავლებისკენ მიდის პროცესი, ხო, უფრო დაღმასვლისკენ. არა მგონია. პროტესტი, ვთქვათ, იგივე იანვარ-დეკემბერთან შედარებით. იანვარ-დეკემბრის მერე თითქმის წელიწადი გავიდა, ხო? 4 ასეთ ოქტომბრის იდეა როგორც მივხვდი, გაჩნდა იქიდან, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკოსებს და სხვებსაც ხალხს როცა ეკითხებოდნენ, რატო აღარ გამოდიხართ ქუჩაში, ისინი პასუხობდნენ, რომ იცი რა, ჩვენ ბრძოლა გვინდა და თქვენ გვეპატიჟებით სასეირნოდ. აი როგორც მაგალითად ახლა შაბათ-დღევანდელი აქცია, ხო, ახლა მარშით ერთი თავი და მეორე ბოლო ეს მოგვბეზრდა, აღარ გვინდა. ბრძოლაში დაგვიწევდა და ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ იმისთვის რომ ეს პროტესტი არ წავიდეს კიდე მინავლებისკენ, მოდი ჩვენ შევთავაზოთ მათ ბრძოლის თარიღი. ახლა ის რომ მაინც გეთახმებით, რომ ის რომ მაინც და მაინც 4-4-ში დამთავრდება ყველაფერი, ამის არც არავის არ ჯერა ალბათ. ხო, მაშინ რატო ამ ხალხს ვუწევდი, რომ ჩვენ იმისთვის გაკეთეთ, რომ გავისეიროთ. მე რა, მაშინ რატო უნდა თქვა? ანუ თქვენ კითხავში არ არის, ისიც არ გჯერა ის რატო უნდა თქვა ჯერეთ. ხო, ნუ მუხტის ასაწევად, როგორც ხვდებით. ანუ მოტყუება მუხტის ასაწევად, ახლა თქვენ ციტირებ, სხვას კი არ ვაბრალებ რამეს, ეგრე გამოგვიდით მე რა ბეხავ თქვენ, ხო? რომ ატყუებდნენ ხალხს, მე ეგეთი ბრალდება არ ბისროლია. თქვენის როლეთ ეს ბრალდება. მუხტის წევრო 4-ში მოვიდეთ და დავასრულოთ, ახლა აუცილებლად სრულდება. აღარ ვიცი რა უნდა გითხრა. აღარ ვიცი, არ უბრალოდ არ ერთი წუთი, ერთი წამი. მე ვიცი რომ არის ბევრი ხალხი მძახის რომ ბრძოლა, ოღონდ როგორც კი მე ხდება ხოლმე ჩაკითხვა დისკუსიაში, ხო? რა იგულისხმება? ანუ იგულისხმება რომ ძალის გამოყენება რომ მოხდეს ეს ზალა უნდა გქონდეს. და ეს ზალა ახლა ანუ სრულიად ურთიერთსაწინამდე გზავნილებს იძახით. ანუ მინავლების სცენარიო და თუ ვიტყვით რომ ზალას გამოვიყენებთ, უცებ გამოცოცხლებაო. ანუ თქვენ გონიათ რომ 1-2 ან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამი რომ ამ დღეს ვიტყვით ეგ მატერ ზალას ეგ ეგრე რო იყოს, მაშინ იტყვით არის და მორჩება. მაგრამ ხალხში გამოიწვია მან ენთუზიაზმი, რომ რაღაცას რა. და მინავლებისკენ მიდისო, ერთი წამი. არა, ანუ ეგ რო გამოაცხადეთ მინავლებისკენ შემოტრიალდა თუ არა? არა, მაგას ვამბობ, რომ 4 ოქტომბერს შეიძლება ამ შემოატრიალოს ისე პროტესტისკენ ხალხი, ამ შეთავაზება თქვა, ამ ვარიანტს განვიხილავ ახლა თქვენთან ერთად. იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის 4 ოქტომბრის ორგანიზატორები რაღაცას მაინც თავაზობენ ამ. რა არის ეს? მე რას ნიშნავს რაღაცას, ანუ ერთ თარიღს საბრძოლველად. ნუ ამას თავაზობენ რა. და გამოდით საბრძოლველად, ხვალ რატო არა მაშინ? თქვენს თავაზობთ, რომ გამოდით სასეირნოდ. ანუ არა, თქვენ ახლა იმეორებთ, როდის რა მოხდება, ეს არ ვიცით.
იცი რა, თქვენ გამოდით, მარშებით ვიაროთ და როდესმე რაღაცა მოხდება. ეს შეთავაზება. არა, მე რა, თქვენ ახლა ჯერთი ამახინჯებთ ჩემ გზავნილს, იგონებთ. არა, არის, უტრირებას არ ახდენთ. ამახინჯებთ. სასეირნოდ კი არა, პროტესტად თქვენ თვლით, რომ ადამიანები ვინც გამოდიან სეირნობენ. არა, მაგრამ მე არ ვთვლი. მეც გამოდივარ. მე მესმის რომ დებატები გინდათ ჩემთან. მესმის რომ დებატები გინდათ ჩემთან. უბრალოდ უტრირებ ახლა. ოღონდ ცოტა უნდა რაღაც შეკუმშოთ ხოლმე. უტრირებთ კი არა, დაამახინჯებთ. პროტესტი და სეირნობა შორის არსებითი სხვაობაა. ანუ განცდა იმისი, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე უნდა წავიდეს ადამიანების ჯგუფი, თუ ვინმეს აქვს ეს განცდა, პოლიტიკური ლიდერი არ უნდა ატყუებდეს, რომ ამას წარუძღება წინ, თუ ამისთვის მზად არ არის, ან ამის წმენა არ აქვს. თუ ამის წმენა აქვს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდის, კი ბატონო, მას შეუძლებას გააკეთოს, ოღონდ ძალიან სარისკოა, თუ ძალა არ გაქვს. იმიტომ რომ პირიქით უძალობის დემონსტრირება გამოგდის და ეს მომხდარა არა ერთხელ. ბოლოს გაგახსენოთ, როდის იყო აგერ აი არჩევნების მერე თქვენს რომ ჩვენ არ დაუშვებთ ამ პარლამენტის სხდომის ჩატარებას. ხო, გახსოვთ ეს. ეხლა რაც შეგვიძლია მეორე ნაწილს თქვენ მიერ დამახინჯებული გზავნილის, რომ ვისეირნოთ და როდესღაც რაღაც მოხდება. არა იმისთვის რომ მშვიდობიანი პროტესტი მე რა ისევ იქ მოთმინება აი თქვენ გავხართ იმ ხალხს რომ ძიძახის რომ აღარ შემილია მოთმინება აღარ მაქვს და რაღაცა მითხარი მომატყუე იმისთვის რომ პროტესტი ხარისხობრივად ახალ ეტაპს გადავიდეს ამ პროტესტს ჭირდება გავრცელება საზოგადოებაში იმ ხალხის მიღმა ვინც აქამდეც მოტივირებული იყო ამას როგორ აქვს ამის გავრცელება შეიძლება მხოლოდ საუბრით პროპაგანდა ცუდი სიტყვაა კონტრპროპაგანდით ივანიშვილის რეჟიმის დემონსტრირებით იმისი რომ ნებისყოფა გვაქვს და კრიზისს ვერ ამთავრებს რეჟიმი ანუ რასაც თქვენ სეირნობას ეძახით ანუ პროტესტის გაგრძელება ყველგან სადაც მოხერხდება თბილისის გარეთ ინტერაქცია საზოგადოებასთან და იმ ტკივნეულ წერტილებში ლეგიტიმურად რტყმა ამ რეჟიმისთვის რომელმაც უნდა მოარღვიოს საზოგადოების იმ ნაწილში უნდობლობა პროტესტის მიმართ რომელშიც დღეს გვაქვს პრობლემა ვინც კონკრეტულ თარიღს იძახის სწორედ ის არ იძახის რას ეყრდნობა ეს აი თქვენ თქვით რომ ისო კონკრეტულ რამეს ეუბნებიან კონკრეტული რამე არის უბრალოდ რომ თარიღი თქვი სხვა რა ამ თარიღზე რომ რამე მოხდება ამისთვის რა უნდა გააკეთო ეს კითხვა არ გაგჩენიათ მე ვიცი რომ თქვენ მათთან ინტერვიუს გქონდათ და გამიკვირდა რომ ეს კითხვა არ გაგიჩნდათ რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და ეს რაღაცა არის თარიღი და ამ თარიღზე რომ ვითარება შეიძლება ამ თარიღისთვის ამისთვის ხო რაღაც უნდა გააკეთო ხო ხო რა თქმა უნდა ხო და რა არის ეს და რა არის ეს რაღაცა რა არის ეს რაღაცა ანუ ადამიანებთან შეხვედრა საუბარი მაგალითის ჩვენება პოლიტიკოსების კი არა ყველა დანარჩენის მხრიდან რომ პროტესტი გრძელდება და გაფართოვდება ეს არის ერთ-ერთი რაც შეგიძლია რომ მიაღწიო იმ ზღვას რომელსაც რეჟიმი ვეღარ გაუძლებს რა შუაშია თარიღის ჩამოკიდება აქ საკუთარ თავს რატო ეწინააღმდეგებით კლავ ანუ აი პოლიტიკოსი რომ გეუბნებათ რომ მე რაღაცას ვაკეთებ გეუბნები რომ ეს ზეგ მოხდება ამბავი ოღონდ ზეგ რომ დადგება ის ვითარება რომელიც დღეს არ არის იქამდე ხო რაღაცით რომ მივიდე ხო რა თქმა უნდა რა არის ეს რაღაცა ამაზე რა პასუხი რა არის ეს მუშაობა თქვენვე ამის დაცინვას ახდენთ ხო რომ სეირნობაზე გვეპატიჟებით ერთი მსვლელობა მეორე შეხვედრა საუბარი ხო აბა სხვა რა არის ამის ალტერნატივა რა არის 4 იქნება თუ 8 თუ 12 იქამდე რომ მიხვიდე ამის ნაცვლად რა შეიძლება აკეთო არა რასაც აკეთებდა ეს ხალხი რა ხო მუხტის აწევა რომ რითი ისეთ რაღაც განცხადებებით გამოსვლებით შეხვედრებით ალბათ ხო ანუ შეხვედრებით ანუ შეხვედრებით საუბრით დემონსტრირებით პროტესტის გაგრძელებით რასაც სამწუხაროდ თქვენ დაცინვით სეირნობა უძახ არა დაცინვით ყოველ დღე მომდივარ მაგაგზელებით ვიცი მაგრამ მაინც თქვენ ეგრე გამოგდრება მოახდინეთ ეგრე გამოგდით ამ ამბის სიტყვებს უნდა გაუხდეთ სიტყვებს კი არ გამოვიდოდი ამ აქციებზე ხო სასოწარკვეთა მიცის ხოლმე თვით დაცინვად და თქვენ ამის მაგალითი ხართ ეხლა ხო ანუ კი ეგრე გამოდის სამწუხაროდ ანუ საუბარი შეხვედრები მოტივირება რეჟიმის დასუსტება ეს უნდა აკეთოს ყველა აქტიურმა ჯგუფმა და ამას ვაკეთებთ ჩვენც ფედერალისტები და სხვა პოლიტიკური სამოქალაქო ჯგუფები და აკეთებენ ისინიც რა ყველა რამდენადაც შეგვიძლია ვინც კონკრეტული თარიღი თქვა რაშია განსხვავება მე გეტყვით რაშია განსხვავება იმ რისკში რაც ახლავს წამზომის საკუთარი თავისთვის ჩართვას რომ ეს თარიღი რომ დადგება ამის მერე ხო და უყურე ანუ რაღაც ლოგიკა ხო გქონდა თქვენ და ამისთვის კითხვა კლასიკური ხაზით ეწოდით ციტირებით იმ კამპანიას რომელსაც აწარმოებდნენ ეს ადამიანები მათ შორის დღეს სამართლოს სრულიად პოლიტპატიმარია ბატონი ლევან ხაბეიშვილი რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ აი თარიღი გითხარით და ისინი გეუბნებიან ბლა ბლა ბლას და აქ დააციტირეთ რომ როდის მოხდება არ ვიცი და ანუ ტყვილი გინდა თქვათ რომ ვიცი
ეგ არის სწორი სამსახური ხო და როგორ შეიძლება იცოდე თუ დღეს არა ვარ ხანდახან უნდა გარისხოს ხო ამ ადამიანებმა რამდენ ხანდახან ბატონო მე რაღაც მეხსიერება უყურე მე რას ვიძახონდე სილკნეტია სილკნეტი თავისუფლებით და მეორე თავისი რეპუტაციით თუ არაფერი არ გამოვიდა ხო და უყურე სილკნეტის მეხსიერება ხო თავისუფლება უკვე მე კაბელი სილკნეტზე მაგრამ ერთ კვირას ახვევს ხო ესე ხო არ შეიძლება განსაკუთრებით ჟურნალისტისთვის რამდენი განაცხადი გახსოვთ ბოლო თარიღების ახლო წარსულში აი უამრავი ხო ესე დაკონკრეტებული ხა სიმართლე გითხრა და გინდა თუ არა ეხა დამთავრდა მე მოდი რას აი მოგრე რაღაც ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ რომ ვერ შევთანხმდით იმიტომ რომ უყურე დავით მე მგონია რომ უბრალოდ უფრო ღრმად ორმოში ეფლობი არ არის ეხა არც თქვენ გადარწმუნება არც თქვენ შეთანხმება მე უბრალოდ მინდა რომ დისკუსია აუდიტორიისთვის გავიგე ოღონდ აუდიტორიისთვისაც მოგონება როცა წრეზე ტრიალებ მე მოგიყვანეთ მაგალითები რომ უბრალოდ თქმა თარიღის არ არის ფაქტორი. ამ ფაქტორებს შექმნა უნდა და თარიღს როცა რატომღაც ამთხევ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს არ მომწონს ეს. იმიტომ რომ რაღაცა მნიშვნელობას ძენ არჩევნებს და პირიქით შეიძლება გამოგვივიდეს, ხო? რომ იმის მაგალითად რომ შემდგომი დილეგიტიმაცია მოხდეს რეჟიმისაც, იმედი მაქვს რომ მაინც მოხდება, არა ისე როგორც გვინდოდა ჩვენ, იმიტომ რომ მონაწილეობენ რამოდენიმე ოპოზიციური პარტია სამწუხაროდ, მაგრამ მაინც მოხდება ცოტა ხალხი მივარჩევნებზე, მაგრამ ყველაფერი რაც ხელს უწყობს მნიშვნელობის ზრდას, მგონია რომ არის სარისკო და საზიანო. რომ თან იმედგაცრუება მოხდეს, რომ აი ვერ დადგა შედეგი. მაშინ როცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დიახ, ვიცი რომ ეს არ მოეწონება ვიღაცას, ვინც უკვე მოტივირებულია, მაგრამ უნდა მზად ვიყოთ გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის. თუ ამისთვის მზად არა ვარ და ვიძახით რომ ჩვენ ვეღარ ვითმენთ და აი თუნდაც აი ამ სიტყვებით ვიძახით რომ ბრძოლა გვინდა და არა სეირნობა, ხო, ამ სიტყვებით ხდება, ხო? ანუ სასოწარკვეთის გადაფოვրա ხდება რადიკალიზმის განაცხადით. უღონდ მე ამის შესრულება ვერ ხდება. და შედეგი არის ბევრად უარესი. ღმერთმა ქნას რომ მე ვწდებოდე, ამას ვიძახი სრულიად ყალბით ამდაბლობის გარეშე და სრულიად იმის გარეშე რაღაცა მნიშვნელობის გარეშე ჩემი შეცდომა არ არის დრამატული ხო ქვეყნის ბედზე აქ ჩემს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, მაგრამ ღმერთმა ქნას რომ ვწდებოდე და ვითარება იყოს ისე სწრაფად მისვლადი იმ ზღურამდე რაც რეჟიმის დამარცხება სჭირდება რომ 4 იქნება 3, 2 თუ 6 ოქტომბერი ხო ეს თარიღი მოხდეს. ოღონდ მე იმის გამო რომ პოლიტიკაში ვარ მაქვს პასუხისგებლობა რომ აქტიური ადამიანების იმ ნაწილს რომელსაც мотивация საკმარისზე მეტი აქვს ანუ უკვე ხელისუფლების წინამდებარი რახან უნდა რაღაცა რადიკალური ჩემგან მოისმინოს იმ წამს გული კი არ მოუფხარა რადიკალური და მე რაღაც კონკრეტული ამ დღეს დავამთავრებში რადიკალიზმში გულისხმობა არა რამე კრიმინალურს ბატონო ისე გაიგეთ ხო თქვენ ხო ან რაღაცა არასწორს კი არ გულისხმობ ხო რადიკალურში გულისხმობ რომ აი კონკრეტული აი ამ დღეს ვიზავ კი ბატონო ამაში მეც გეთანხმებით რომ გინდა თუ არა 4-ში დამთავრდება აბა მაშინ რაზე ლაპარაკი ჩვენ უნდა გვეთქვა თუ ამაში მეთანხმებით ანუ იმიტომ რომ მე რო გეკამათებით არნიშნავს რომ ყველაფერში არაფერში არ გეთანხმებით ეგრეც არ ყოფილა რომ მინდა რომ რაღაცები უბრალოდ ხო მეორე მხრიდან ასე ვთქვათ ეშმაკის ადვოკატის როლი შევასრულო მეც მithქვამს ახლა ლევანისთვის რომ შეიძლება იმის თქმა არა თარიღის დათქმაში ვეთანხმებით მათ მაგრამ იმაში რომ გინდა თუ არა დღეს დამთავრდება რა და რატო არჩევნების დღე რა შეეძლოთ ეთქვა რომ ეს იქნება დასასრულის დასაწყისი და დღეს რომ დავიწყებთ ბრძოლას რაღაცა ნუ არ დაგშევით მაგალითად სახში კი არ წახვალთ აქ დაურჩებით და ბოლოს ანუ რაღაცა შეთავაზეთ მე გინდა თუ არა დღეს დავამთავრებ ეს შეიძლება არასწორი არის მეც გეთანხმები ჟურნალისტი ხარ ეგ გინდა თუ არა დღეს დავამთავრებ ეგ ითქვა ეხლა ხანს იმავე ჯგუფის მიერ რომ 24 საათიანზე გადავდივართ და არ მოხდა ეს ხო გავიგე მაგრამ ხო თუ გაიგეთ მე თუ უბრალოდ მე რას ვამბობ ანუ რატომ მოიყვანე ეს მაგალითი ანუ როდესაც განაცხადს აკეთებ უნდა ახსებობდეს საფუძველი რომ ეს განაცხადი სრულდება. ანუ ამის რწმენა რაღაცა რელიგიური რწმენა კი არ რაღაც, ხო? იმასაც თუ შეასრულებს დააჯერო იქ დარჩეს, მაშინ ნუ მართლა ყველაფერი ფეიქი. ისე ხო და უყურე და ერთი წუთი ამ და დავქნათ ხელი ჩავიქნიოთ საქართველოზე. აბა მაშინ უყურეთ რაღაც ლოგიკა ხომ იყოს. ეგ მომხდარა ბევრჯერ. პოლიტიკოსებს მათ შორის იმათ ნაწილს ვინც დაკავებულია ესეთი განაცხადები გაუკეთებიათ. და ჩემი აზრით ამ განაცხადებამ ზიანი მოიტანა. ანუ თქმა იმისი რომ 4-ში იქნება 5-ში ოღონდ კიდევ ხალხს უსვა უცნაურია არჩევნების დღის შერჩევა ხო იმიტომ რომ არჩევნებს ირიბად რაღაც მნიშვნელობას ანიჭებ გამოდის და ამიტომაც ხედავთ რომ ის პარტიებიც ხო რომლებიც ცდარი ძალიან გაწყვეტილება მიიღეს ამ ფარში ეხლა მონაწილეობის 4-ზე თვითონაც იმაშობენ ხო აი 4 არის იმიტომ რომ როგორც გაგონიათ რომ ამიტაც მოტივირებას მოახდენენ არჩევნებს და ეს ვერ მოხდება ამის დაცვა თქვა რომ ჩვენ ეხლა ვიწყებთ ზარ პროტესტს 13-ში იქნება აქცია 27-ში, გინებათ 4-ში ან 3-ში
და ჩვენ ამას გავაგზავნებთ, მანამ სანამ არ მივაღწევთ ჩვენ შედეგს, მესმის რომ შეიძლება რაღაც ნაწილისთვის ადამიანების რომელიც არის გულწრფელები, მოტივირებული, მაგრამ რაღაც მორალურად დაიღალენ და იძახიან რომ ნუ სადამდე აი ერთი თარიღი მითხარი არ იყოს დამაკმაყოფილება რა ის ციტირებას თქვენ მოახდინეთ დამახინჯებული ფორმით რომ არაფერს არ გთავაზობენ. ოღონდ ეგ არ ნიშნავს რომ უბრალოდ მათი გულის მოსაგებად ჩვენ უნდა გავრისკოთ დაზიანება იმისი რაც აუცილებელი პირობაა, ანუ ძალის დემონსტრირება და პროტესტის გაფართოება და ძალის დემონსტრირებაში გულისხმობა სიმყარის ჩვენება მუდმივად. და ასეთ დროს ხშირად რა თარიღების დათქმა და ისეთი პირობების რომელიც მე ვერ ხორციელდება გვაზიანებს იმ საბოლოო მომცანისთვის. ანუ მე მომისმენია ბევრჯერ ესეთი არგუმენტიც, რომ რა დროს დისკუსია რაღაც სხვა თემაზე ან სტრატეგიაზე, როცა ასეთი დრამატული მდგომარეობაა ქვეყნისთვის ივანიშვილის რეჟიმის გამო. თუ მდგომარეობა მართლაც დრამატულია, დრო აღარ აქვს იძახიან. და ეს ახლა წლების წინა თქვამი ამბავია. ანუ იმის გამო რომ არ ვფიქრობთ და ვიძახით რომ გვეჩქარებაო, მოქმედებთ სწრაფად, განაცხადით, უთ ეს საბოლოო მიზანს გვაშორებს. და ამის ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია და ამიტომ მოვიყვანე ეს არგუმენტი ისევ გინდა გაგახსენოთ ისევ და არ ვიცი ეს ბევრი ვისაუბრეთ და ყველაფერი შეიძლება ეთერში ვერ მოხდეს ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. თავისთავად ამ ამბავზე დისკუსია დაიწყო წვავე დისკუსია ნაციონალურ მოძრაობის შიგნით დისკუსიის გამო, ხო? ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე გამოვიდა და გააკრიტიკა ეს ამბავი, ხო? და ამის შემდეგ ბუნებრივია ყველა პოლიტიკოსს იქამდე გვეკითხებოდნენ სხვადასხვა ინტენსივობით, ხო, რომ რას ფიქრობ და ყველამ დააფიქსირა ეს პოზიცია, რომ უბრალოდ 4-ში არ არის საქმე, ეს პროცესი სადამდე საჭირო იქნება, იმდენ იქამდე გაგრძელდება. და ამას მოყვა შემდეგ ბევრი კარგი ადამიანისგანაც და პოლიტიკოსებისგანაც, ვინც ამ განწყობებს იყენებს, თავდასხმები, რომ ამათ არაფერი არ უნდათ, აი ჩვენ გვინდა და ვინც გეუბნებათ, რომ 4 კი არა, რაღაცა გზელვადიანია, ის იცოდეთ, რომ ოცნების სამსახურში არის ლამის ასეთი ბრალდებები. ჩემი აზრით, ეგ დისკუსიაც საზიანო იყო, ასე საკითხის დაყენება და ისევე როგორც წამზომის შართვა საკუთარი თავისთვის საზიანოა. ნებისმიერი განაცხადი, თუ კი ამას არ აქვს მყარი წინაპირობა, არის რისკის მატარებელი იმედგაცრუების, მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად და ეგ არის ჩვენი ამოცანა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ყველა შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება, მგონია რომ კრიზისი ივანიშვილის რეჟიმის შიგნით კიდევ უფრო გაღრმავდება და ამის ნიშნებს ვხედავთ. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივახცევთ იმ ამოცანას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ იმ პირობების შექმნას, თუმცა ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა იმხელა წინააღმდეგობას დაინახავს საზოგადოების ფართო შრეში, არა მარტო ერთ აქციაში, მრავალრიცხოვანში ერთ ადგილას, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, რომ მოუწევს შეგუება ძალაუფლების დათმობასთან და შემდეგ უკვე არსებობს კარგი ფორმები ამის მიღწევის, უფრო სარისკო ფორმები, მაგრამ ჯერ მაგ ზღვრამდე უნდა მივიდეთ. ამიტომ ადამიანები ვინც იძახიან, რომ მე ბრძოლა მინდა და შენ სერიოზულად თავაზობ, ხო? უნდა ჯერ საკუთარ თავსაც დაუსვან კითხვა. ანუ ძალა იმისთვის, რომ რასაც ისინი ბრძოლას ეძახიან, სადა აქვთ, ვისა აქვთ და როგორ უნდა შევიძინოთ ეს ძალა. ამ ძალის შეძენა ხო არ ხდება უბრალოდ თქმით. ხო? ნუ მუხტის აწევით, ამის იმედი აქვთ მათ. არა, ხო, მაგრამ მუხტის აწევა ხო? უკვე საბრძოლოდ. ხო და უკვე არა, ხო და მუხტი კი არა. მუხტის აწევით, ამის იმედი აქვთ. ხო და უკვე აი ეგ არ ხდება, იმიტომ რომ ეს განცხადება შეიცავს გეთანხმებით მაგაში, მაგრამ არა მარტო ადამიანებმა საკუთარი რეპუტაციით გარისკეს და თავისუფლებით აღმოჩნდა რომ გარისკეს. არა, გავიგე. რაღაცით გარისკეს. მოდით და ეს შეიძლება იწვევდეს მათ. გავიგე, ოღონდ ჩვენი ამოცანა ის ხო არა. არა, ერთად ხო და ჩვენი ამოცანა ხო ის ხო არ არის, რომ ლევან ხაბეიშვილი რომ ციხეში რომ მოხვდა რომ მან რომ გარისკა და დაიჭირეს როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ეს შედეგი არის ის რაც გვინდა, ეს ხო არ გვინდა ჩვენ. ხო, რა თქმა უნდა, აბარეკო, ეგ ხო არ არის. ანუ თუ ამოცანა არის რომ ნებისმიერი ცნობილი საზოგადოებრივი ფიგურა, პოლიტიკური ფიგურა ისე მოიქცეს რომ ციხეში აღმოჩნდეს, ეს ჩიხია. ხო? ეგ ხო არ შეიძლება. ანუ ეგეთ რამე ხო არ არსებობს, ეხლა ეგ რომელიც აღარ მოაზროვნე ადამიანი შეიძლება რომ ამის მოსურველი იყოს. ჩვენ გვინდა რომ ძალა მოემატოს პროტესტს. მუხტი იმ ადამიანებში, ვინც მყარად არის უკვე ჩამოყალიბებული ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ჩემი აზრით არსებობდა აი თქვენ თვითონ გაიხსენეთ ხომ, დღეები რო იყო ხალხის ბედი გამოდიოდა. ოღონდ ჩვენ თვითონ ნახეთ რომ ეგ ზღვარი არ არის საკმარისი. ანუ ჩვენ გვჭირდება გაფართოება იმ ადამიანების, ვინც თulis, რომ ეს რეჟიმი არ დასამარცხებელი. როგორ უნდა გააკეთოთ ეს ამაზე თქვენ კონკრეტული პასუხი არ აქვს. არა, მე მაქვს კონკრეტული პასუხი, ოღონდ ეს პასუხი არ არის გულის მოსაფხანი იმისთვის, ვინც საწუწარკვეთაში არის. კარგი ადამიანების გულისხმობ, ხო? რომ სიჯიუტით და წმენით გაგრძელებით პროტესტით საუბრის ხალხთან, დემონსტრირებით იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე ჩართული არისო პროტესტში, რომ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა
და გაქარწყლებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის სადაც შესაძლებელია, რომელიც ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც არ გაფართოვდა აქამდე ამბავი. და დიახ, არ დაშვებით იმ შეცდომების რომ ვაჩვენოთ უძალობა. იმიტომ რომ ზალის დემონსტრირება ის დაჭერით ხელისუფლებამ დაუშვა თუ არა შეცდომა, ანუ დააშვებიდეს მას თუ არა შეცდომა, ასე გამოვიდა, იმიტომ რომ ნახეთ 4 ოქტომბერს თქვენ თქვით რომ ნაციონალურ მოძრაობას თვითონ არასერიოზულად უყურებდა პარტია. მაგრამ ეხლა უკვე თავმჯდომარის ხონდა პოზიცია. თავმჯდომარე და ბევრი პარტიის შიგნით და ეხლა უკვე გამოვიდნენ და თქვენს რომ არა 4 ოქტომბერია ჩვენთვისაც უკვე თარიღი. ანუ ბევრი ამ შეცვალა თვითონ ხელისუფლებამ მიანიჭა სერიოზულობა ამ ამბავს ასე ვთქვა. ეხლა უკვე მეორე შეთქმულებაში შედიხართ, ანუ ხელისუფლებამ მიანიჭა ამ ამბავს სერიოზულობა, ანუ რატო ასე გამოუვიდა. გავი. არა, მე ასე არ უყურებ. მე მგონია რომ საბოლოო ჯამში იქნება ეს ლევან ხაბეიშვილის თუ სხვა პოლიტპატრონების დაჭერა და ეს კურსი ამ რეჟიმს ვერ გადაარჩენს. ოღონდ იმისთვის რომ ეს ასე იყოს, შეცდომა არის თუ დაუშვათ. ხო, ანუ ყველაფერი ეს აღმოჩნდება ფუჭი მათთვის. ოღონდ იმისთვის რომ ეს ფუჭი აღმოჩნდეს, საჭიროა რომ აქ საზოგადოებამ, არა მარტო პოლიტიკოსებმა, მთლიან საზოგადოებამ იქონიოს წმენა და ნებისყოფა და გაფართოვდეს რაოდენობა იმ ხალხის, ვინც ამ რეჟიმის წინამდე გამოდის. თუ ეს ასე არ ხდება და იმავე ხალხში, ვინცი პოზიციაც მყარი არის უკვე წლებია, ხო? იქ იხარშება ეს ამბავი და იქ არსებული საზოგადოების რაღაც ნაწილს, ყველაზე აქტიურ ნაწილს, რომელსაც უნდა რომ ისე, ძალიან უნდა ასე რომ ვთქვათ, სიმპათიით ვიძახი ამას, რომ აი აქამდე არ უნდა გაგრძელებულიყო ამ რეჟიმის ხელისუფლების ყოფნა. იმათი დაკმაყოფილება მოხდა რაღაც განაცხადით. მხოლოდ ეგ თუ ხდება, მაშინ გამოვა რომ ტყუილა არ დაუჭერიათ. იმიტომ რომ გამოვა რომ ძალის დემონსტრირება გამოვიდეთ. მიხვდით? და ჩვენი ამოცანაა რომ ის შედეგი დავაყენოთ, რომ ეს აღმოჩნდეს ფუჭი და შეცდომა. ხო და აი ეს დამოკიდებული არის, ეს დამოკიდებული არის. ეს დამოკიდებულია გაფართოება პროტესტის. ასე გაგრძელებით საუბრით ხალხთან მეტი ადამიანის ჩართვით ამ პროტესტში. რომ დაარწმუნო მეტი ადამიანი, რომ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, რომ ამ რეჟიმს აბა თუ არა უყურე რაღაც ლოგიკა ხო უნდა ყურე თარიღის ჩამოკიდება როგორ თარიღი როგორ ხმის ახლა თქვენს გეგმებზე გადავიდეთ არა როგორ არა ერთი წამი თავისი დადებითი უარყოფითი არა ერთი წამი არა როგორ არა ვერ უნდა დაუბრუნდეთ და რატო თუ არ ფართოვ თქვენ მეუბნებით რომ ასე არ გაფართოვდება პროტესტიო მაგას მეუბნებით პრაქტიკულად თქვენ სასწავლებლებში როგორ ხედავთ ამ პროტესტს თქვენ მეუბნებით რომ საუბრით მაგრამ ესო არა საუბრი არა ისევ რატო ამახინჯებთ აქვე ვთქვი ხო დემონსტრაციებით, პროტესტით, მსვლელობებით, მიტინგებით, ყოველდღე სხვადასხვა ქალაქში თუ უნდა გააგრძელოს, სანამ არ მიაღწევ. არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი. მოიკლო ხალხის რაოდენობა. კარგახანია მოიკლო, მაგრამ თქვენ ისე როგორც ბევრი სხვაც კარგი ადამიანი ითხოვს ჯადოსნური ჯოხის ვიღაც მიერებას. არ არის ეგრე, ზუსტად ეგრე არის. ანუ რომ პროტესტის გაგრძელება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მეტი ადამიანი ჩართო ამ პროტესტში. დემონსტრაციას მოახდინო ალტერნატივის, დემონსტრირება მოახდინო იმისი, რომ ჩიხია ეს რეჟიმი არსებობა ქვეყნისთვის. აი ეს საუბრო ხალხს, ეს არ არის. საკმარისი რაღაც სხვა უნდა მითხრაო. და ეს რაღაც სხვა არის, თუ მეტყვი თარიღს როცა დამთავრდებაო. ანუ ჯადოსნური ჯოხი ეგ არის. და მესმის რომ ცდუნება არსებობს, მათ შორის შეიძლება გულწრფელიც რომ ასეთ დროს კარგ ადამიანს უთხრა, რომ ხო აი ეს იქნება ესე, ოღონდ თუ ამის წინაპირობა არ აგაქვს ამ წამს ძალის სახით ჩემი აზრით მაგის თქმა არის შეცდომა. გავიგე, ახლა მე აი გამიხილეთ, რაღაცაში გაგეთახმება 4 ოქტომბერთან რაღაცაში. მაგრამ ეხლა მე გეკითხებოდი თქვენი რაიმე კონკრეტული წარმოდგენა თუ გაქვთ. რა უნდა უთხრათ ისეთი, რაც აქამდე ასე დაგისვათ მაშინ. რაც აქამდე არ გითქვამთ ამ ხალხს, თუ უფრო მეტი ხალხი გადმოვიდეს აქეთ მხარეს. ანუ გაქვთ ასეთი რამე. ისევ ჯადოსნური ჯოხი მიდიხართ? არა. გაგრძელება ნახა რუსული კანონის, ნახა ევროკავშირთან დაპირისპირება, ამერიკასთან დაპირისპირება, ყველაფერი ნახას, იზოლაცია ნახეს, მაგრამ მაინც არ გამოდიან ქუჩაში. კიდე რა წარმოგიდგენიათ რომ უთხრათ იმ ხალხს, რომ იგივე მოხდეს რაც სომხეთში, რომ ყველგან ადუ. ანუ უყურეთ როგორ რაღაც იზახეთ თქვენ. თქვენ იზახეთ რომ ერთხელ რომ რაღაცა ითქვა, ერთი წამი, ან 10 ჯერ. ეს საკმარისია და გაგრძელება ამ გზავნილის მიტანის ხო და ანუ ისევ თქვენ წამზობს თქვენთან ერთად, ხო? ისევ გამოგდით, რომ რეჟიმი, რომელიც ყოველდღე იმეორებს თავის ამაზრზე და უტიფარ ტყუილებს, აბსურდულს, ტირაჟირებას, ტყუილა კი არ აკეთებს მაგას. ანუ ის პროპაგანდა, რომელიც მათ აქვს, არის ნიაღვარივით
და აგრძელებენ ისინი. იმიტომ რომ პოზიციის შენასარჩუნება ჭირდებათ. ჩვენ თქვენი კითხვის რო დავეყარნ რომ იძახით რომ თქვენ ხო უკვე თქვით კაცო ყველაფერი და აწი რა აზრი აქვს? არა. იგივეს გამეორებას. იგივე კითხებით, რამე განსხვავებული ჩვენ წარსულში შეცდომების დავუშვით პოლიტიკური კლასმა ერთად. რამე განსხვავებული. არა, განსხვავებული არის. არა, ამაზე ახლა და უყურე ისევ მივდივართ ჯადოსნურ ჯოხამდე. განსხვავება მთავარი უნდა იყოს იმაში, რომ ამ ბრძოლაში უძალობის ჩვენება არ გამოგვიდეს. ანუ თანმიმდევრული ვიყოთ. მოლოდინები არ შევქნათ ისეთი, რომელიც მერე გამოყენებადი იქნება ზრდის წინააღმდეგ ამ პროტესტის. ვაჩვენოთ, რომ ალტერნატივა არსებობს სერიოზული პოლიტიკური ძალების სახით. ეს არის პოლიტიკური ძალების შეუძლია. ვიყოთ ბევრად უფრო ეფექტურები მათი რეჟიმის პროპაგანდის წინააღმდეგ, რაშიც სერიოზული შეცდომები იყო აქამდე დაშვებული. იქნებოდა ეს ომის შიშის პროპაგანდას იგნორირება პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, თუ იგნორირება იმისი რა ხედვა გვაქვს. მაგალითად, ეხა გასაგებია, თქვენ როგორც თქვით, რომ ის ხალხი, ვინც მყარი არის ჩამოყალიბებული, იმას დამატებითი არგუმენტები არ ჭირდება. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ჩვენ ახლა არ უნდა ვესაუბროთ ფართოდ საზოგადოებას, რასაც ეხლა მაგალითად ფედერალისტები ვცდილობთ ყველანი, რა ზიანი მოაქვს უვიზოს დაკარგვას საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ვესაუბროთ თუ არა ამაზე. თქვენი ლოგიკით უკვე ყველაფერი ნათქვამია, აზრი აღარ აქვს თქვენს. მე ესე არ მგონია. მე მგონია, რომ მაგაშია სწორედ სიმტკიცე და სიმყარე, რომ აგრძელებ ამის კეთებას, ითვალისწინებ იმ შეცდომებს, რაც დაშვებული იყო აქამდე და ჩამოვთვალე მე რამოდენიმე და არ ირყევი ვითარცა ლერწამი. მე პოლიტიკოსებს ვლაპარაკობ, მოქალაქეებს კი არ ვაკრიტიკებ, ხა რომელიც შეიძლება გულწრფელად ზახიან სოდემდე და მესმის მათი და პოლიტიკოსების მიერ ბრაზიც მესმის. მაგრამ პოლიტიკოსებს აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს ყველაფერი აიტანონ, მათ შორის ზოგჯერ კარგი ადამიანებისგან კრიტიკა და ლანძღვაც, იმიტომ რომ უმძიმეს მდგომარეობა გვაქვს და შედეგი ჯერჯერობით სასურველი ქვეყნისთვის არ გვაქვს. მაგრამ ამის გამო ცდუნებას აყვეს და იმ მომენტში ასიამოვნოს ადამიანს რომ მე გადაიდოს ეს ამბავი. ეგ არ მგონია სწორედ და მგონია ძიმე შეცდომა. თქვენ კითხავს რომ დაუბრუნდე უკვე ყველაფერი იციანო, არ მგონია ისე რომ ყველაფერი იციან. ჩემი შეზღუდული იმ პოლიტიკური რესურსით რაც ეხლა გვაქვს, გამოცდილებაც აჩვენებს იმას, რომ ჩვენი გზავნილები იმასთან დაკავშირებით რა მოხდება ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ. რატო არის ეს ჩიხი? არ არის ეფექტურად მიტანილი საზოგადოების სერიოზულ ნაწილამდე, საგრძნობ ნაწილამდე. და ამას შეიძლება გაგრძელება მის მოშოობით, სოციალური მედიით, სად შანსი იქნება პირისპირ შეხვედრებით და კიდევ ერთი და მთავარი თავიდან უნდა მეთქვა ეს. პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური საყრდენის და ფეხის გაძლიერება. რასაც ჩვენ ფედერალისტები ვცდილობთ უკვე წლებია და გარკვეული პროგრესი გვაქვს. ჩემი აზრით, ყველამ უნდა ეს გააკეთოს. ანუ ილუზია, რომ უბრალოდ რაღაც იტყვი და ხალხი თავისით იხულებს პოლიტიკური ძალის მხრიდან არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო. ჩვენ ნახეთ რამოდენიმეჯერ, როცა პოლიტიკური ძალების განაცხადება გაკეთებული, რომ მათი რაღაც აქცია იქნებოდა, გულისხმობ ერთი წლის წინ არჩევნების შემდეგ, თუ როგორი მწირი იყო ეს რესურსი. ხო, აი ახლა ნახეთ აი ამ პარტიებისგან, რომლებიც ჩემი აზრით ძიმე შეცდომას უშვებენ, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, თუნდაც კიდევ ერთხელ, მაგრამ სარგებლო უბრალოდ ეთერით, ხო, ამ ფარსში მონაწილეობით. რომ კომისიის წევრების პოვნა უჭერთ, ხო? ანუ ახლა ლაპარაკობთ, რომ აი პოლიტიკური ძალა წინა წაუძღვეს რაღაცა რევოლუციას, საკუთარ თავსაც გულისხმობ მათ შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ჯერ ინფორმაცია არ ახარო კომისიის წევრებს ვერ პოულობ ყველა უბანში, ესე იგი რაღაც პრობლემა გაქვს, ხო სერიოზული. და ეს ეხება ყველა პოლიტიკურ ძალას. და იმათაც, ვინც 4 ოქტომბერი დააანონსა. ანუ ამას ხო უნდა მიხედო, რომ წმენით, პოლიტიკური წმენით შეხედულებებით თანამოაზრები იპოვო. ეს ამ ხალხის სტრუქტურირება მოაწყო და მზაობა შექმნა ჯერ შენ დონეზე სადღაც რომ აი ამ ზღვარზე შეგიძლია რომ აი რო იტყვი რომ აი აქ რაღაც ვაკეთებ რამოდენიმე 1000 ადამიანი არის რომელიც შენი თანამოაზრეა რაღაც ბრმად კი არ მოხდება მაგრამ თანამოაზრეა და ამიტომ გჯერა შენ არაჩვეულებრივ მოქალაქე რომელიც აქციაზე დადის ყოველდღე რომელიც სეირნობა არ არის რომელიც პროტესტია ხო არამედ ვიცი ადამიანები გამოგეცით რომლებიც სხვანაირად უყურებენ ამას გავი იმ ადამიანებს მიმართავ თქვენი სახით რომ ეს ასე არ არის ხო და ანუ მაგას ხო უნდა მიაღწიო ხო ჩვენ რაღაცა პროგრესი გვაქვს იყო მთელი პერიოდი მთელი თვეები ხო როცა პოლიტიკური პარტიები უბრალოდ ყველა უკან გაწეული იყო სხვა ფორმით სხვა ანატომიით იმიტომ რომ არ მიუღებლობა იყო სრული შემდეგ შედგა პირველად აი 26 მაისი იყო და მე კიდე ბათუმში იყო რა პოლიტიკური პარტიების მიერ დაძახებულ აქციაზე მოვიდა ხალხი ხო ეს არის რაღაც ნაბიჯი არის ისე რაღაც ეტაპზე პოლიტიკოსებს უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ხო და უყურე პასუხისმგებლობა უნდა აიღო იმაზე რაც შეგიძლია
თორე ავიღებ პასუხობას, ვიტყვი რომ ვიღებ პასუხობას ზეგ დავამთავრებ რეჟიმს და მე ეს არ მოხდება და რაშია პასუხისმგებლობა? არა, მე ვამბობ აქციების ორგანიზებას. ხო და უყურე ამ შემთხვევაში. გავი. ქონდა სამოქალაქო სექტორს ეს ჩაბარებული ასე ვთქვათ, თავისთავად სამოქალაქო სექტორიც არ იყო სრულიად დეცენტრალიზებული და არც ერთი სამოქალაქო სტრუქტურაც არ ედგა სათავეში. აი ყველაზე დიდი აქციები რო იყო. ის რო ვიღაცა მიკროფონით იდგა სცენაზე ხო არ არის ორგანიზება ხო ყველას გასწრებს ხო მე მიკროფონიც აღარ იყო მაგრამ მივედით რაღაც ეტაპამდე რომ პარტიების რაღაც ნაწილის მიერ გაკეთებულ განაცხადზე საკმაოდ მსხვილი თბილისში ამ აი თორეზე მინელება იყო მინელების მერე მსხვილი აქცია შედგა ეს მაინც უნდა შეგვიძლია ხო აი ასეთი ნაბიჯები და ეს არ დააკმაყოფილებს ადამიანს თქოს რომ სანამ თქვენ ახლა ამაშელებთ მანამდე ქვეყანა ნახე როგორ მდგომარეობაშია და სამწუხაროდ 100-ია ოღონდ ეს მდგომარეობა მე ხო არ მომიგონი ეს მართლა არსებობს და აქედან გამოსვლის სხვა გზა მე არ ვიცი ეს რომ ამ ნაბიჯ პოლიტიკური პარტიები უნდა გაძლიერდნენ და თან ეცადონ ყველა სხვა სამოქალაქო ჯგუფთან ერთად ახალი ხალხის ჩართვას საზოგადოებაში. ამასობაში, რასაც თქვენი რაღაც ითვალისწინებს ეს არ ვიცი გაქვთ რა თქმა უნდა დროში რა ვადას ითვალისწინებს ალბათ ხო. იმედი მაქვს ცოტას, მაგრამ თუ ამ ცოტაში ვერ ხდება ამით ჩემი ეს ამოცანა არ იცვლება. მაგრამ ამ ბოლო კითხვა მექნება ასე ბოლო თემა, ასე ვთქვათ, ამ ასე ვთქვათ, გზელვადაში, რასაც თქვენ გქონთ, რომ ეს ბრძოლა შეიძლება იყოს. არა, მე არ ვიძახი, მე მინდა რომ დასრულდეს სწრაფად. ხო, მაგრამ ოღონდ იმისთვის რომ სწრაფად დასრულდეს, მინდა რომ ჩვენმა მომხრეებმაც იცოდენ და მოწინააღმდეგებმაც იცოდეს, რომ მზად ვართ თუ გზელვადიანი იქნა მაგისტრისაც. იმიტომ რომ თუ მაგისტრის მზად არ ახარ, ერთი თუ მაგისტრის მზად არ ახარ, თუ აჩვენებ, რომ მხოლოდ მოკლე გარბენზე შეგიძლია 1000-ჯერ ამცირებს შანსს რომ მოკლე გარბენში შეძლო რამ. და მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხო არ მოახერხებს ხორცმენს რომ გამოვიდეს საერთაშორისო იზოლაციიდან, მოახერხოს რაღაცების გადალაგება. იქ აგერ აი მეგობარი აქტი უკვე დააპაუზეს. აგერ ვცდილობენ რომ რაღაც ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგონ ურთიერთობა ერთი წერილი გამოაგზავნინეს ეს ხაველაშვილთან ნახეთ. ანუ ბოლოს და ბოლოს ხوار მივა იქამდე რომ ეს დასავლეთიც სადამდე ამყოფებს ხო ამათ იზოლაციაში თუ არაფერი არ მოხდა შეიძლება და ბოლოს და ბოლოს აგერ ლუკაშენკოსთან დაალაგდა ფაქტობრივად ტრამპი ხო ეხლა წერილი გაუგზავნა უზარმაზარი სიყვარულის სახსით მარტო იმიტომ რომ რამდენიმე პოლიტპატიმარი გამოუშვა და ივანიშვილის გამოუშვეს რამდენიმე პოლიტპატიმარს და შეიძლება ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერი უფრო ხوار გაექცევა პროტესტს გავიგი ანუ პირველი საერთაშორისო რეაქცია და იზოლაცია ერთ-ერთი ფაქტორი არის ოღონდ გადამწყვეტი ფაქტორი არის ის რაც ხდება აქ. ანუ გარე ამბავი არ იქნება ის რაც გადაწყვეტს ჩვენს ბედს, ჩვენ აქაური ვითარება გადაწყვეტ ბედს. მე არ უარყოფ იმას. რამოდენიმე დაზუსტება, მეგობრ აქცია არ შეცვლილა არაფერი. იყო 3 სენატორი უმრავლესობიდან, ანუ რესპუბლიკური ფრაქციიდან, რომელთაც ეგრეთ წოდებული hold დაადო, ვეტო კი არ არის, hold არის, რომ ის წინააღმდეგია და იქაური პოლიტიკური ტრადიცია არის, რომ უმრავლესობის ლიდერი ასე დროს არ იქცევა ისე, რომ უბრალოდ ხელი გადაუწიოს ვინმეს, ხო? აქედან ერთმა სენატორმა მოხსნა ეს hold და ეს მონოპარკები გრძელდება, ზოგჯერ როცა კონსტიტუცია უმრავლესობაში ვერ მიიღწევა, ხდება ხოლმე ამ კანონმდებლობის მიბმა დიდ პაკეტთან და ამის გატანა და აი ეს მონოპარკები მიმდინარეობს იქ ეხლა. ამიტომ ის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ჰელსინკის კომისიის მოსმენის საპასუხოდ ხო, ნახეთ ხო, რომ გააღიზიანათ ამ ამბავმა და ამას უპასუხეს ნახეთ ჩავარდა, იმიტომ რომ იყო ერთი დემოკრატის სენატორი, რომელსაც გააკრიტიკა. ეს კი არ თქვა. წუხილი გამოთქვა, რომ გააკრიტიკა რესპუბლიკური უმრავლესობა, რომ ეს აქამდე არ მოხდა. ის კი არა, რომ აღარ მოხდება, ის რომ აქამდე არ მოხდა. ხო, ამიტომ ეგ არ მოხდა. ეს რო დავაზუსტოთ. ანუ მე იმედი მაქვს და არის შანსები საშუალოზე მაღალი, რომ ეს მაინც მოხდება. მაგრამ ისევ მე ფსონს როგორც მოქალაქე თუ როგორც პოლიტიკოსი ამაზე რომ აი ეგ იქ მოხდება არასოდეს არ ვდებ ხოლმე იმიტომ რომ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის სენატორებიც ხო არა ერთუთ ეს ინფორმაცია ხონა მივაწოდეთ ინფორმაცია ხონა მივაწოდეთ იზოლაციიდან გამოსვლა ინფორმაცია არ არის მეგობარი აქტის ვერ მიღება აქამდე იზოლაციიდან გამოსვლა ეს მინდოდა მე თქვა და არც მომხდარა ის თქო ინფორმირება ხონა მოვახდინოთ ხალხის რაც შეეხება პარალელებს ბელორუსთან კი რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობები ეს რამეა რომ რეალობას ეგუება საერთაშორისო ურთიერთობები რომ ბელორუსია იზოლაციიდან კი არ გამოდის ახლა ანუ ბელორუსია არის ტირანია და ზოგჯერ საერთაშორისო ურთიერთობებში ტირანიასთანაც პრაგმატული მოლაპარაკებები ხდება ხოლმე ხო მათ შორის მაგალითად პოლიტპატიმრის ერთეულის არა ბევრის გამოსაშრობა სწორია ეს თუ არასწორია ეს თალკე საკითხია ხო მაგაზე ხო არ ვლაპარაკობთ ახლა მე სხვა ტიპის მიდგომის მომხრე ვარ როგორც საქართველოს მოქალაქე ბელორუსიასთან მიმართებაში ჩემი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადადაც ვიდრე რასაც ახლა ვხედავ მაგრამ აქამდე 1000-ჯერ ვიტყვი რომ საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფაქტორებია სუდ და ბოროტ რეჟიმებთან თავისუფალ საყორო რაღაც ურთიერთობებში შედის ხოლმე ეს ასე არის თუ თქვენ მეკითხებით რომ არის თუ არა
საფრთხე რო ივანიშვილის რეჟიმმა ამ ხარისხის ურთიერთობას მიაღწიოს, ხო, რა თქმა უნდა, ასეთ საფრთხე არსებობს. ოღონდ ეგ არ იქნება გამოსვლა საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებს რაც აინტერესებთ. მათ შორის მათი დღეს მომხრეების ნაწილს, ან პასიური მოქალაქეების ნაწილს, ეს არ არის ის იზოლაციიდან გამოსვლა, რაც მათ უნდათ. მაგალითად, უვიზოს შეიძლება ეხლა საქართველოს არ შეუჩერონ, არ ვიცით, მაგრამ თუ ეს რეჟიმი ნარჩუნდება, ყველა შემთხვევაში რაღაც მომენტში ეს მოხდება. ანუ ამიტომ ლუკაშენკოსთან პარალელურად სხვა ლუკაშენკო რჩება იზოლირებულად, ოღონდ ხო მათთან რაღაცა ურთიერთობაში შესვლა მოხდა. როგორც ტირანიულ რაც ევრაზიულ რეჟიმთან. ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ ტიპის დალაგება ივანიშვილის მხრიდან არანაირი შვება არ იქნება პირიქით. ხო? და ეგ უნდა მივიტანოთ ყველა მოქალაქემ და ჩვენი ფსონი იმაზე კი არ უნდა იყოს, რომ აი მასზე დამატებით სანქციები იქნება თუ არა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს, როცა დაპირისპირებაში შედიან ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან განსხვავებით, სხვა ტიპის მოლოდინები იყო და სხვა ტიპის ფსონი არის. ხო, თან მოხდა მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენ რეგიონში, ხო, შეერთებული შტატების მონაწილეობით ჩვენ ორ მეზობელს შორის მოხდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტის გაფორმება. და ანუ ბევრი სხვა მოვლენის გამო, მათ შორის ირანის ფაქტორის გამო არის შანსი, რომ აქ შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი გამყარდეს. ამ პირობებში ეს რეჟიმი, რომელიც რეალურად თავისუფალი სამყაროს მტრების საქმეს აკეთებს, ალბათობა მაღალია, რომ სამიზნე გახდეს. ოღონდ მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ჩვენი გზავნილი ფედერალისტების ჩემი მოქალაქეების მიმართ არის, რომ ჩვენ არ ვიცით იქ რა ტემპში გავვითაროთ მოვლენები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მომცენისგან სვლა. ამიტომ თქვენ კითხვას მოკლედ დაუბრუნდე, არის თუ არა საფრთხე იმისი, რომ რაღაც საერთაშორისო ვითარება შეიცვალოს უარესობისკენ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მანამ სანამ ეს რეჟიმი არის, რა თქმა უნდა არის საფრთხე. უფრო დიდი საფრთხე არის, საერთოდ ჯამში რა ვიღოთ, იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს რუსეთის გამო და რუსეთის მოკავშირეების გამო, როგორი დაუცველებით ვხვდებით, როცა იზოლირებულები ვართ, აი რომც დაალაგოს ურთიერთობა, მოკავშირეების შეძენის შანსი ამ რეჟიმს აქტიურის ნულოვანი აქვს. ეს არის მთავარი გზავნილი, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც დღევანდელი ოპოზიციის სხდებს არ იზიარებს, ხო, აი ძახს მშვიდობა გვინდა რაღაცა. იმათმა უნდა იცოდნენ ყველამ და ეს უნდა უთხრათ ამ ეთერით თუ სხვა ეთერით, რომ ამ კურსით ივანიშვილის ყველაზე დიდ საფრთხეებს გვიქმნიან მარტო დატოვებულებს თავდაცვის გარეშე, და ძალიან სუსტებს და სუსტი როცა ხარ, მაშინ ხარ მოწყვლადი აგრესიისგან, აგრესიის თვალსაზრისით ყველასგან. ამიტომ თქვენ კითხვის პასუხი ის არის, იგივე არის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს, მე ვთვლი, რომ ამის შანსი არსებობს მყარი, აგერ აი ამ სეზონშიც, ამ პროტესტის ხელახლა ახალ ხარისხში გადასვლის და გაფართოების, ოღონდ მე არ ვაქვს თარიღი, სხვებისგან განსხვავებით, როცა ეს აუცილებლად მოხდება და მგონია, რომ თარიღის შეცდომაა და თუ ეს არ ხდება ისე სწრაფად, როგორც მე მინდა ან იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს მოტივირებულები არიან, ჩემზე უფრო მეტადაც, ეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ხელი ჩამოვყაროთ, ან თქვათ, რომ აი როდემდე ჩვენ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ რეჟიმს კვლავ და ყველა სხვა მოქალაქესაც, რომ აღარსებობს აქტიური ნაწილი საზოგადოების, რომელიც არასოდეს არ შეეგუება ამ რეჟიმს და გააგრძელებს პროტესტს, სანამ არ მიაღწევს იმ შედეგს, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება და პარალელურად პოლიტიკურ პარტიებმა და ყველა აქტიურმა ჯგუფმა უნდა ვეცადოთ იმ ადამიანების დარწმუნება, ვინც აქამდე ასეთი რწმენის არ იყო. მე ამ გზის ალტერნატივა არ ვიცი. როგორ განწყობაზე არ უნდა იყოს ადამიანი, რომ სეირნობა არ მინდა და ბრძოლა მინდაო, ყველაფერს და მე ბრძოლად მიმაჩნია პროტესტის გაგრძელება ფორმად. ჭირდება ძალა. ძალა ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე საყრდენები უნდა შესუსტდეს და ამას ჭირდება დიახ რწმენა და სიჯულე. კი ბატონო, მაგრამ რამდენად უწყობს ამ ყველაფერს ხელს ოპოზიციის ასეთ დაქსაქსულობა? ნუ ხელისუფლება ბუნებრივი არის ერთიანი ძალა. არ არის ერთიანი როგორც ხედავთ. ნუ ხო, არის ივანიშვილი, ხო და მის ქვემოთ არის, ქვემოთ ხდება ეს ოპოზიციაში რა უყურებს ახლა მოსახლეობა? უყურებს, რომ არის რაღაც ჯგუფი ოპოზიციის, რომელიც არჩევნებში წავიდა, არის მეორე ნაწილი ოპოზიციის, რომელიც ამას ბოიკოტს უცხადებთ. ამ ბოიკოტისებშიც აზრი გაყოფილი ერთი ნაწილი 4 ოქტომბერზე აკეთებს, თქვენ ამ 4 ოქტომბერს აკრიტიკებთ, რუიანი და ისე მოდი ზუსტები ვიყოთ. ზუსტები ვიყოთ, შეიძლება აღწერაში. ჩვენ ვაკრიტიკებთ ნებისმიერ განაცხადს, რომელიც რაღაცა შევზღუდულ დროს გვიწესებს საზოგადოებას. რაღაც ერთიანი სტრატეგიის, ერთიანი ბრძოლის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. კი, ეგ არის პრობლემა, არჩევნების საკითხი. დაყოფა არ არის. ეს რამდენად უწყობს ხელს საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას იქნება, პროტესტის გაზდას იქნება თუ ასე შემდეგ. ხო, არ უწყობს. ნამდვილად არათანმიმდევრულობა ზოგადად არ უწყობს. ის კი არა, რომ სხვა აზრები არსებობს, სხვა აზრების არსებობა, პირიქით, რაღაცებში კარგია, კამათიც აუცილებელია, ზოგჯერ მწვავე. მე შედეგი. ოღონდ, ხო, მათ შორის შედეგს სჭირდება კამათი.
ჩვენ ბევრჯერ გქონდა ეს არგუმენტი მოსმენილი, რომ ნუ კამათობთ ერთმანეთში, ესე იყოს და როცა არ კამათობთ და სხვადასხვა კარტა როცა მე შეთანხმებით მთავრდება. არა, თუ დაპირისპირებით მთავრდება. აზრს თუ არ დამთავრებინებ, ხო, ვერც მაყურებელი ვერ გაიგებს. ხო, ანუ ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ მესმის ხოლმე და ჩვენს მიმართაც არის და სხვების მიმართ, ან იმ ხალხის მიერ არის ხოლმე ეს, რომელიც თვითონაც აწარმოებს თვითონაც კი არა, პირველს თვითონაც აწარმოებს აგრესიულ ნეგატიურ კამპანიას, რომ ნუ აკრიტიკებთ, ეგ შეცდომა, მაგ მიდგომა მიგვიყვანა ბევრ შეცდომამდე. მაგრამ მე გეთანხმებით იმაში, რომ რაღაც სტრატეგიულ საკითხებზე შეჯერება არის საჭირო და ამიტომ ჩვენ იმ პოლიტიკურ ძალებთანაც, ვისთანაც ფასეულობითაც შეხება, არა, გვაქვს ან წინამდებობა გვაქვს, არა თუ რაღაც საკითხებთან, საჭირო თვლიდით ურთიერთობას იქნებოდა ეს პრეზიდენტის ფორმატის ქვეშ თუ შემდეგ ეხლა აი ამ ფორმატში და ცუდია, რომ მნიშვნელოვან საკითხზე ამ საარჩევნო ფარსის დელეგიტიმაციის ორმა პარტიამ ის გაწყობილება მიიღო, რაც მიიღო, ეს ნამდვილად ცუდია, მაგრამ მოხდა ეს უკვე. და ამიტომ თქვენ კითხვის პასუხია, რომ ცუდია, როცა ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე შეჯერება ვერ ხდება. სამაგიეროდ, ჩემი აზრით, გვაქვს მაგალითები, სადაც მოხრეხთა დანარჩენი პარტიების მხრიდან მიუხედავად დიდი განსხვავებისა, ერთიანი პოზიციის შეჯერება არჩევნებზე, ხო? და ამ რატომაც ეს სახელი გახსოვდა რვიეული უბრალოდ ჩამონათვალეა პარტიებისთვის. ერთობა კი არა, რამე კოალიცია კი არ არის აპრიორი, მაგრამ ამ საკითხზე მოხერხდა შეჯერება და მე მგონია, რომ კრიტიკული მასა პოლიტიკური სპექტრის და აქედან გამომდინარე მოქალაქეებისაც არ მიანიჭებს ამას ლეგიტიმაციას ამ ფარს და ვერ მიაღწევს ივანიშვილის რეჟიმი მიუხედავად ამ რამდენი პარტიის შეცდომისა იმ ამოცანას, რომ ამითი აი რაღაც ეჩვენებინა საზოგადოების რომ არა, მაინც ჩვენ საკარდენი გვაქვს. თორე ისე თქვენ კითხვის პასუხია, რომ ხო, სტრატეგიულ საკითხებზე, საკვანძო საკითხებზე ვერ შეჯერება პოზიციის არის პრობლემა და მცდელობები რაც აქამდე იყო აი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქვეშ ქართული ქარტია, შემდეგ მცდელობა ამ არჩევნებთან დაკავშირებით არის მაგალითები იმისი რა გზითაც უნდა ვიაროთ, ოღონდ ჯერ არ ვართ მისულები მაგამდე. დღევანდელი აქციაც არის ამ ყველა ამ პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის მიერ დაანონსებული დღეს საღამოს, გუშინ საღამოს უკვე უნივერსიტეტთან და შემდეგ დღეებშიც იქნება არაერთი აქცია, მათ შორის იმ აქციაზეც, რომლის განაცხადსაც არ ვეთანხმებით, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტიური ადამიანები ყველანი მივლენ. და ამაში გამოვლინდება მათ შორის ერთობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მინიმუმ ერთობა არსებობს იმ აუცილებელ პირობაზე ქვეყნის წინსვლისთვის, რასაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ხდება.